საინფორმაციო პროგრამა სტუმართან ერთად ვაგრძელებთ, რატომ დააყადაღეს და რა შეცვლის სოლიდარობის ფონდების დაყადაღება. მიიღებს თუ არა მონაწილეობას პროევროპული პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და როგორ მიაღწევენ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს არსებულ მოცემულობაში. თემაზე ძლიერი საქართველოს წევრ ვანო კაპანაძესთან ერთად ვსაუბრობთ. საღამოშიდობისა, ბატონო. ძალიან დიდი მადლობა, რომ მობრძანდით ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე წარმოვიდგინე, რამოდენიმე მსხვერპლი გაიღეთ თქვენ, ეხლა 9 საათზე იწყება საქართველოს ომხეთის მატჩი და ალბათ ყველა მამაკაცი და არა მარტო მამაკაცები დიდი გულისყურით ადევნებენ, მიადევნებენ ამ მატჩს თვალს და მე წარმოვიდგენია თქვენი ესე ვთქვათ თავდადება ჩვენი გადაცემის მიმართ. გავიმარჯვებთ და შედეგით ყოფილი იქნება. გამარჯვება უსურვოთ, რა თქმა უნდა, ჩვენს გუნდს. ჩვენი გადაცემის და ჩვენი საუბრის ძირითადი თემა იქნება მიიღებენ თუ არა მონაწილეობას პროევროპული პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ძალიან ადრე წამოიწყო ქართულმა ოცნებამ 7 თვის მერე დანიშნული არჩევნების შესახებ საუბარი და ერთი გავრცელება აზრი ისიც მუსირებდა, რომ თითქოს ქართულ ოცნებასთან შეთანხმებას აპირებდა ლელო და გახარიას პარტია, რათა გაეთავისუფლებინათ პოლიტპატიმრები და ამის შემდგომ ესენი მიიღებდნენ ეს ორი პარტია მონაწილეობას არჩევნებში, ადგილობრივი არჩევნები მაქვს ხედველობაში. თქვენ თუ ფლობთ ინფორმაციას, კი გაკეთდა ამის შესახებ განცხადება, რომ ეს არასწორია, მაგრამ თქვენი მოსაზრება უშუალოდ პარტიის წევრის უფრო არა, ლოგიკიდან გამომდინარე ვისაუბრებ და იგივე საარჩევნო ადმინისტრაციიდან საარჩევნო გამოცდილებიდანაც გეტყვით ჩემს გამოცდილებას, რომ რეალურად ამ ეტაპზე საუბარი იმაზე, რომ მოემზადოთ ადგილობრივი არჩევნებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი და არარეალურია, თუმცა ხაზს გავუსვამ, რომ ყოველი პარტია, სერიოზული პარტია ყოველთვის ემზადება არჩევნებისთვის, აანალიზებს მიმდინარე არჩევნების შედეგებს, უსწერტილებს, მიმდინარეობს ყოველთვის პარტიის აქტივთან შეხვედრები და ეს მუშაობა ყველა ნორმალური პარტიისთვის ასეთი არის, ასეთ რეჟიმშია. თუმცა ეხლა მასობრივ საპროტესტო რეჟიმში ვართ გადართული ვართ ქუჩაში, სადაც რეალურად ჩვენ პარტიულ კუთვნილებაზე მაღლა ვდგავართ ყველა და იქაც კი, როდესაც იწყება საუბარი რაღაც პარტიულ ინტერესებზე, ყოველთვის სვამთ საკითხს ასე, რომ უადგილო არის ეხლა რაღაც პარტიულ ინტერესებზე და პარტიულ რაღაც მიღებზე საუბარი, იმიტომ რომ ეხლა დგება საქართველოს მომავლის საკითხი და ჩვენ ყველამ უნდა უზრუნველყოთ ის, რომ მივიღოთ და ავირჩიოთ ისეთი ხელისუფლება, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს მომავალი საქართველოს და რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს ქართველი ხალხის მიმართ. აი დღეს რო იყო პრემიერ-მინისტრი, ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი, ასე ვიტყვი, ჭიათურაში და ჭიათურაში არა მარტო ჭიათურის მოსახლეობა, არამედ მთელი საქართველოს მოსახლეობა ნაკლებად დაინტერესებს ჩვენ ხელისუფლებას. ისინი რაც კი ხელისუფლებაში არიან უკვე 100 დღეა ჩვენ ასე ვთქვათ პროტესტში. 113 თუ არ ვცდები. 100 დღეზე 113 დღე პროტესტში ვართ და ჩათვალოთ რომ ესე იგი რამდენიმე თვეა ხელისუფლებაში მოვიდნენ და არაფერი ხალხისთვის საზოგადოებისთვის არ გაუკეთებიათ. ისინი პირიქით აძლიერებენ რეპრესიულ მექანიზმს არა მარტო მოსახლეობის მიმართ, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანების მიმართ, ჟურნალისტების მიმართ. კი ბატონო, ეს მინდოდა მეკითხა, რას შეცვლის ჟურნალისტების ესე ვთქვათ აკეთებენ მოსახლეობის და არც გააკეთებენ, იმიტომ რომ მათი ფსიქოლოგია ესეთია, ისინი ანგარიში ვარდებული არიან ერთი ადამიანის მიმართ, ის ერთი ადამიანი კიდე რუსეთის მიმართ. ასე რომ ჩვენ საზოგადოებამ უნდა ვიცოდეთ და არ უნდა გქონდეს იმის იმედი, რომ ეს ხელისუფლება ქართველი ხალხის სამსახურში იქნება. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ახალი არჩევნებისთვის, რომ მივიღოთ და ავირჩიოთ ხელისუფლება, რომელიც ჩვენ სამსახურში. ბატონო, გაგაწყვეტინებთ, როგორ აპირებთ ამ მოცემულობით, რაც გვაქვს, როგორ აპირებთ მიაღწიოთ ხელახალ არჩევნებს? ახლა მე რო დავიწყო კონკრეტულად რაღაც ეტაპებზე საუბარი, არას რეალური იქნება ჩემ მხრიდან, მაგრამ ჩვენი ასე ვთქვათ, პროტესტი, ისეთი პროტესტია რეალურად, ხო, ქუთაისში ახლა ნახულობთ ერთმანეთს, იქ შეიძლება უამრავი ადამიანები არ ვართ სისტემატურად, მაგრამ ეტაპობრივად ხალხი გვერდება და არის საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც ხარს გვიჭერს, შეიძლება ჩვენ თუ გვერდში ადგას, მაგრამ ხარს გვიჭერს. პროტესტი, როდესაც მუდმივია, ჩვენ აქ არის ორი იმედი, მე პირადად მაქვს ორი იმედი. ერთი ქართული საზოგადოების იმედი, რომელიც უფრო გამოამჟღავნებს თავის ძალას, იგივე განსაკუთრებულ დღეებში, მაგალითად ისეთი დღეები, როგორც არის 31 მარტი, ეს არის რეფერენდუმის დღე
და 91 წელს ქართულმა საზოგადოებამ ისურვა რომ დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუცია ამდგარიყო და ამ დღეს მოუწოდეთ მთლიანად საქართველოს ქუთაისში, ქუთაისლებს, თბილისლებს რომ გამოვიდნენ და თავისი ძალა დაანახონ. რომელ საათზეა ეს? ეს აქცია ჩვეულებრივად ალბათ 7 საათზე დაიწყება საღამოს. თუ არა და ის გეგმა რა ასე თქვა ინტერნეტში დაიდება, თუ რამეს ასე თქვა დავგეგმავთ. ამის შემდეგ იქნება კიდევ 9 აპრილი იქნება 26 მაისი დღეები იქნება ამასთან ერთად ჩვენი აქტიურობით უნდა დავსახოთ. აი გაერთიანებაზე როა საუბარი, გაერთიანება არ შეიძლება რამდენიმე პარტიის გაერთიანება, მე ამის მომხრე არა ვარ, იმიტომ რომ ეს არის ხელოვნური შეკოწიწება და ყოველთვის აჩვენა ქართულ საზოგადოებაში იგივე გვალვამაგი და იგივე ნებისმიერმა ხელისუფლების შესulis მერე შეგაგანხეთქილება ხდება და უაზრობა ესეთი ძალად შეკოწიწება, მაგრამ კოორდინაცია ქმედებაში აუცილებელია და ლელო ძლიერ საქართველოს ყოველთვის ზად არის კოორდინაციისთვის და ყოველთვის ნებისმიერ სიტუაციაში ჩვენ არც ადგილობრივ დონეზე არც თბილისში არ აქვს იმის პრეტენზია რომ რაღაცაში მანდამაინც ჩვენი ინტერესები იყოს. ანუ როგორც დავაფიქსირეთ, თქვენი პოზიცია არის, რომ თუ არ დაინიშნა საპარლამენტო ხელახალი არჩევნები, ისე არჩევნებში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აზრი არ აქვს. მე პირადად გეტყვით ასე, რომ აი არჩევნები რომ იყოს, თქვა უახლოეს ერთ თვეში, ორ თვეში, აზრი არ აქვს, მაგრამ ამათ არჩევნები დანიშნენ ძალიან ცუდ დროს, მინდა საზოგადოებას უთხრა, ეს არ არის მომგებიანი დრო, თვითონ დრო რო გავიაზროთ 4 ოქტომბერი არის ძალიან ცუდი დრო, იმიტომ რომ რეალურად აგვისტო, ასე ვთქვათ, დასვენების თვე არის, სექტემბრის ნახევარიც, ასე ვთქვათ, დასვენების თვეა და სექტემბრისდან აგვიმამდე ოქტომბრამდე რაღაც 20 დღეა. ეს ხელისუფლების ერთგვარი ოვინია, რომ ისეთი დღეს დანიშნოს არჩევნები, რომ რაღაცნაირად აი დრო არ კონდეს ოპოზიციას და ხალხს. არ ვიცი რა მოხდება, ჩვენ ხო არ ვიცით რა მოხდება ერთი თვის მერე და ორი თვის მერე. ამიტომ ასე რომ ხელაღები თქვათ, რომ არჩევნებზე, ამათ დანიშნულ არჩევნებზე, ამათ CSKO-ში, ამათ სიტუაციაში, როგორც ახლა არჩევნებს ატარებენ, რა თქმა უნდა, აზრი არ აქვს არჩევნების ჩატარებას. მე ამას ხაზგასმით ვიტყვი, ცენტრალური საარჩევნო კომისია უნდა შეიცვალოს, საოლქო საარჩევნო კომისია უნდა შეიცვალოს, საუბნის საარჩევნო კომისიები უნდა შეიცვალოს, ბალანსი უნდა შეიცვალოს უმრავლესობის, ამას გულისხმობ მე. უნდა შეიცვალოს, აქტები უნდა გამოიწეს ისეთი, რომ აი ფარულობა რო არის, ახლა სარჩელია შეტანილი თვიმაში ევროპაში საიას შეტანილი სარჩელი. ის სარჩელი ისეთი იყო, რომ ფარულობა დარღვეული იყო მარჩევნებზე და ეს ბატონო, ნახოთ რა ვერდიქტს გამოიტანს ევროსასამართლო. ევროსასამართლო გამოიტანს სამართლიან ვერდიქტს და სამართლიან ვერდიქტი ის არა, ჩვენ დავინახეთ ყველამ, რომ ჩანდა იქ ფარულობა დარღვეული იყო და ჩანდა ასე თუ ლაქა ვის აძლევდნენ ხმას. მე ისიც ვიცი, რომ ეს ვინც მიხვდა, რომ ჩანდა აბრუნებდნენ ასე იმას და ისე უშვებდნენ, მაგრამ ახლა ყველას არ ქონდა ამისი აზრი. ბატონო, რა მინდა გითხოთ, დავუშვათ ჩატარდა ეს 4 ოქტომბრის არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოსახლეობაში მიიღო მასში დავუშვათ მონაწილეობა პროევროპულმა ძალებმა და ასევე დავუშვათ, თქვათ, რომ უმრავლესობა მუნიციპალიტეტებში ხელისუფლებაში ქალაქის მერებად, საკრებულოების თავმჯდომარეებად მოვიდნენ, თქვათ, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. ეს თუ შეცვლის რაიმეს ამ სცენარითაც კი რომ განვითარდეს მოვლენები. დავუშვათ არ ნიშნავს, რომ დავუშვათ, როგორ აიცით? თუ ესენი იქნება ხელისუფლებაში, ეს ხალხი, ეს პოლიტიკა, ეს ძალოვანი სამსახურები, ის რესურს ცენტრები იმუშავებენ ისე ახლა უდერები ჩამომატეს კიდე, პლუს ამას კომისიები და ყველაფერი გამორიცხულია, რომ ოპოზიციური ხელისუფლება მოვიდეს. რა თქმა უნდა, ეს იქნება კანონმდებლობის შესრულება და პოლიტიკური განწყობის თუ არა. ცვლილებებია საჭირო, რომ მივიღოთ სამართლიანი არჩევნები და ამათ სამართლიანი არჩევნების ჩატარება ჯერ არ აპირებენ, მაგრამ თუ აიძულებთ, რომ სამართლიანი არჩევნები ჩაატარონ, ამიტომ ეს ყველაფერი წინ არის. მე პირველ რიგში იმედია თქვენი სტუმარი ვიქნები თუ რამე რეფორმა იქნება ისეთი და ცვლილებები იქნება ისეთი და ვაიძულოთ. არა მარტო ჩვენ, მე ვამბობ ხალხმა, ჩვენ შინაურმა ძალებმა უნდა ვიბრძოლოთ და დიდი იმედი მაქვს რა თქმა უნდა ევროპის. იგივე ლონდონის, პარიზის, ბერლინის, რომელიც გეოპოლიტიკურად შავი ზღვის რეგიონს მოიაზრებენ ევროპად, თურქეთი ხაზგასმით ამბობს, რომ უკრაინის საქმეებში ჩაერევა და დაეხმარება უკრაინას, შავი ზღვის ზოლი და ეს ტრანზიტი, რომელიც უნდა განხორციელდეს, თქვათ, საქართველოზე, ეს მნიშვნელოვანია მათთვისაც.
ამიტომ ისინიც იღონებენ დარწმუნებული ვარ ძალას, რაღაც ძალებს, რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს და აეძულებენ ჩვენ ხელისუფლებას, რომ არჩევნები ჩაატაროს. ჩვენი ძალისხმევითაც, მათი ძალისხმევითაც და ეს პროცესები მე ამის იმედი მაქვს, რომ ასე ვთქვათ, ფორსირებული გახდება და ჩვენ მივაღწევთ არჩევნებს. ბატონო, მაინტერესებს თქვენი შეფასება, ფონდების დააყადაღება მოხდა და თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ შეაფასებთ? არის თუ არა ეს საგაშო ფაქტი და მით უმეტეს, როცა პროკურატურას არ წარმოუდგენია ამ ფონდების დაყადაღების სამართლებრივი, ვთქვათ, დეტალები. სამართლებრივი ნონსენსი ასეთ შეფასდა ეს ქმედება. ისე თქმა მინდა, იცით, ჩვენ ახლა 20 წინა საუკუნის ისტორია კარგად ვიცით, განსაკუთრებით საბჭოთა იმპერიის შემოსვლა საქართველოში 24-37 წლები და რაღაც ისტორიულ სპირალში შევდივართ და რაღაცნაირად მეორდება თითქოს ეს პროცესები, უბრალოდ ახლა სხვა ერთ საუკუნის შემდეგ ტექნოლოგიები სხვა არის და იწყებენ, ასე ვთქვათ, ტერორს ყველა მიმართულებით. ეს არ არნიშნავს იმას, რომ აუზერები არ კიდიათ და ხალხს არ უხრატდნენ, მაგრამ ტელევიზიების ზეწოლები ტელევიზიებზე დაწყებული იყო თავიდანვე, მაგრამ რა შეიცვალა, ეხლა თქვათ რუსთავი 2 დახურეს, გაიხსნა პირველი დახურეს, პირველი თავარის დახურავენ, თქვათ გაიხსნება რაღაც ხო, მაგრამ ახალი კანონებით საკმაოდ მკაცრი შეზღუდვები და არა მარტო ტელევიზიები, არამედ სოციალური ქსელის დაკონტროლებაც შეიძლება გადაკეთდეს საერთოდ ყველაფერი, მაგრამ უბრალოდ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს ხელისუფლება მიდის ასე ვთქვათ, რუსეთისკენ, რუსეთი არის ჯურღმული, წარსული და უნდა ვიბრძოლოთ ყველამ რა იმისათვის, რომ ჩვენი მომავალი იყოს უფრო, ასე ვთქვათ, დემოკრატიული და ნორმალური, ეკონომიურად გაძლიერებული და თავისუფალი. ამისთვის ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყველამ. და მე არ მაქვს იმის იმედი, რომ ამით რამეს მიაღწევენ. არ მაქვს ამის იმედი. უბრალოდ ესენი ცდილობენ მაქსიმალურად, რომ ეს რეპრესიული მექანიზმი ამუშავონ, მანქანა ამუშავონ ყველა მიმართულებით. რამდენად გამოვუვათ, ეჭვმეპარება რომ გამოვიდეთ. თუმცა განვითარების პროცესს შეაფერხებენ და დროს ვაგებთ. ჩვენ განვითარების დროს. კი ბატონო, ჩვენ ძალიან ბევრ დროს ვაგებთ. აი ხლა ხან თქვენ ნახეთ, რომ უკაცრავად აი ამ კანონების გამკაცრებით, ამ კანონების შემოღებით და ამ ფონდების დაყადაღებით ძალიან ბევრ ადამიანს შესაძლოა გაუჩნდეს იმის შიში, რომ ვაი თუ ხვალ მეც დამაჯარიმონ აქციაზე და ვერ შევძლო გადახდა აი ამ ჯარიმის, რომელიც საკმაოდ სოლიდური თანხაა და ზოგიერთ ადამიანს 1 წლის განმავლობაში არ აქვს ამდენი ხელფასი ერთად აღებული. ამ ყველაფერს ხო არ შეაფერხებს ეს პროცესი, როგორ ჩვენი პარტია აქტიურად იმუშავებს იმ მიმართულებით, რომ ასეთ დაჩაგრულ ადამიანებს იურიდიულ კონსულტაციას უწევთ, გასაჩივრებებს ვაწარმოებთ თბილისში ყველა ასე ვთქვათ დაჯარიმებებზე, იგივე ჩვენი წევრების დააჯარიმენ და ასე ვთქვათ სხვები ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი წევრი იქნება თუ არ იქნება და გადავტვირთავთ, გადაიტვირთება ასე ვთქვათ ეს სასამართლოები და არჩიონ ახლა ეს 5000 ლარიანი ჯარიმები, რამდენს უნდა მიცენ, როდეს უნდა მიცენ და არჩიონ და არჩიონ ეს 5000 ლარიანი ჯარიმები ბატონო დაახლოებით 2 მილიონ ლარს გასცდა. ამ დროს კრიმინალი ყვავის საქართველოში ერთმანეთს ქუჩაში ხალხი ხოცავს, პოლიცია უძლურია, იმიტომ რომ მომიტინგეების ასე ვთქვათ თვალთვალით არის დაკავებული, კრიმინალი ყვავის, ასე ვთქვათ საზოგადოების ეკონომიკური მდგომარეობა დაბალია, ინფლაცია ჯეჯერობით უკავიათ, მაგრამ ძალიან ძვირი ფასი დაუჯდებათ ეს და ერთ დღეს შეიძლება რაღაც მოხდეს კატაკლიზმი ამ მიმართულებით და ძალიან ცუდი მოლოდინი გვაქვს ჩვენ ასე ვთქვათ ეკონომიური მხრივ. ამ ხელისუფლებას არ აინტერესებს, იმიტომ რომ მათმა წინასწარ 6000 და 7000-ით გაიზარდეს ხელფასები და რაღაც თუ მოხდა ისეთი ინფლაცია, თვითონ გაუძლებენ. გონიათ, მაგრამ რას მიიღებენ? ამითი მე წარმოვიდგინოთ იმაჩინია. ამითი მიიღებენ ხალხის რისხვას, დიდ რისხვას მიიღებენ. ხო, იმიტომ რომ ადამიანების უმრავლესობა ამ ინფლაციას ნამდვილად ვერ გაუძლებს. დიახ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო, რომ მობრძანდით ჩვენთან. მადლობა და აუცილებლად მინდა ვისარგებლო, ხვალ არის ქართული ჟურნალისტიკის დღე და მინდა ყველა ჟურნალისტს მიულოცო და არა მარტო ჟურნალისტს მიულოცო, არამედ იმ ამ ასე ვთქვათ სეგმენტში მომუშავე ყველა ადამიანს აგრეთვე მინდა ურმეს მადლობა გადაუხადო გვირობისათვის, ბრძოლისათვის და ადამიანებისათვის, ასე ვთქვათ, სწორი და ზუსტი ინფორმაციის მიტანისათვის და მათ სამსახურში ჟურნალისტიკა
ნუ გარკვეული ტელევიზიებს ახლა არ გამოვრიცხავთ, თორე დანარჩენი ქართული ჟურნალისტიკა არის ქართული ხალხის სამსახურში და დიდი მადლობა. მადლობა თქვენ, რომ მობრძანდით და იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. ტელემაყურებელს შევახსენებთ, რომ გადაცემის დღევანდელი სტუმარი გახდა ძლიერი საქართველოს წევრი ვანო კაპანაძე.